მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ვიწყებთ დიდი 10-ის მე-6 ტურის მორიგი მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას გორიდან, გორის სარაგბო სტადიონიდან, სადაც გორის გორი დაუპირისპირდება თბილისის ხვალს, საკმაოდ საინტერესო მატჩის მოულდინში ვართ, ორივე გუნდი სატურნირო ცხრილში ერთმანეთის სიახლოვეს არიან. დღევანდელ მატჩს თქვენთვის გაუძღვებით მე ლაზარე ქარჩხაძე და ლევან ყუფარაძე. მოგესალმებით. კარგი თამაშის მოულდინში ვართ, იმიტომ რომ თანაბარი თამაშის მოულდინში ვართ, მოდი ესე ვთქვათ, უფრო სწორი იქნება, იმიტომ რომ იდენტური სტატისტიკა აქვს გუნდს დაფიქსირებული, ორი მოგება აქვს ორივე გუნდს, 3 მარცხი და ცხრილშიც 1 ქულა, მხოლოდ ცხოველობა და 1 ადგილი. ამიტომ ის გადაგვრჩენია, რომ გამოვიდნენ მორაგბეები მოედანზე და დაიწყოს ეს ძალიან კარგი თამაში. ველოდებით საკმაოდ შედეგიან მატჩს, იმიტომ რომ ორივე გუნდი საკმაოდ კარგად გამოიყურება ბოლო მატჩების განმავლობაში და გამოჩნდნენ გუნდები მოედანზე. შეგვიძლია გავაცნოთ უკვე გუნდების შემადგენლობების, მე დავიწყებ მასპინძლებით 1, 2 და 3 ნომრები დღეს მიხეილ ორაგველიძე, დიმიტრი ხურცილაო და გიგა ქუცნიაშვილი იქნებიან. მეორე ხაზში ერთმანეთს ვლადიმერ გოგოლიძე და ბექა ბერსენაძე უწყლდებიან 4 და 5 ნომრებით. 6 საბა ჯარკავა, 7 პაატა გალდავა, 8 ნომრად ვანო ბურდული ირჯება დღეს. გუნდის ნახევარდაცვაში 9 და 10 ნომრები ლევან ხუციშვილი და სერგი ჩხაიძე არიან, 11 გიორგი ჯობავა, ყოფილი თბილისის ხვამლის მორაგბე და სკოლის აღზრდილი, ლაშა დონაძე 12 ნომრად, 13 ნომრად ლეგიონერი აპიმელეკი ნამბოლენგა, 14 დავით თავრაძე და 15 ნომრად იქნება ნიკა ბიწაძე, გუნდის კაპიტანი. გუნდის თავარი მწვრთნელი გახლავთ ლევან დათუნაშვილი, გამოცდილი ბორჯღალოსანი. ბატონო, გავიცნოთ ხვამლის შემადგენლობასაც. პირველი ხაზი სერგი ლეჟავა, პირველი ნომერი, 2 ნომერი გიორგი ვარდუსანიძე, ხოლო 3 ნომერი ჰამლეტ დვალი, მეორე ხაზი გიორგი კვაბზირიძე, 4 ნომერი და გუნდის კაპიტანი, 5 ნომერი ლუკა გელაშვილი, 6 ნომერი მესამე ხაზი ირაკლი სულეიმანაშვილი, თორნიკე ბაიხოიძე და გიორგი კურტაინიძე, 8 ნომერი. რაც შეეხება ხაზს, 9 ნომერი დაჩი ციკლაური, 10 ნომერი ლუკა თოდუა, 11 ნომერი საბა არაგველი, 12 ნომერი მიხეილ თაყაიშვილი, 13 ნომერი ბაჩანა მონიავა, 14 ნომერი ლაშა კაკაურიძე, ხოლო 15 ნომერი ზურა კობელაშვილი. გუნდის თავარი მწვრთნელი კი არის რატი ურუშაძე. ასევე გამოცდილი ბორჯღალოსანი, ლევან დათუნაშვილი და რატი ურუშაძე წლები იყვნენ ერთმანეთის თანაგუნდელები და რატი ურუშაძე სოფლიო ჩემპიონატიც აქვს ჩვენთან თამაშები. ძალიან გამოცდილი მეორე ხაზელი იყო ბატონი რატიც და დაიწყო მატჩი. დაიწყო გიგამშვენიერაძის სასტვენით, გიგამშვენიერაძე იქნება მთავარი არბიტრი, სულხან ჩიხლაძე და დავით ლაბაძე ეხმარებიან მას კიდიდან. ვიდეო რეფერი დღევანდელ მატჩის სამწუხაროდ არ გვეყოლება, უხერხულად დაიწყო მატჩი გორისთვის, თავიანთ 5 მეტრიანში ახლა ლევან ხუციშვილს უწევს ბურთი გამოიტანოს რაქიდან და სავარაუდოდ პირდაპირ კიდეზე გადავა, ასეც ხდება. საწყისივე წუთებზე მეტოქის ნახევარზე ექნება ახლა დერეფანი თბილისის ხვალს. გიორგი ვარდოსანიძე 2 ნომერი მოაწვდის ბურთს ახლა დერეფანში. ხვალმა ძალიან აქტიურად დაიწყო, იყო რაღაც გორელების მხრიდან პატარა შეცდომა, თუმცა ჩახურვაზე კარგად ავიდნენ კი აქტიურად. შეაწუხეს მეტოქე გიორგი ვარდოსანიძე დერეფანში შარშანდელ სეზონში გვახსოვს ხვალს ჰქონდა სერიოზული პრობლემები მთელი სეზონის განმავლობაში დერეფანში. ორივე ჰუკერი პრინციპში სხვადასხვა მიზეზებით ხშირად ვერ ხვდებოდნენ შემადგენლობაში, წელს გაცილებით უფრო სტაბილურები არიან ამ კომპონენტში. გიორგი კურტანიძე მიეზალა საკმაოდ კარგად. აგრესიული დაცვა გორელების მხრიდან. აღნიშნოთ ლაზარე ისიც, რომ ხვამს 11 ნომერი აქ ამასობაში სერგი ჩხაიძე ხაზი კი ფეხითაც კარგად შეიცურა, ვინ იქნება ბურთთან პირველი, როგორ ჩანს მატჩის პირველი ლელო კი გიორგი ჯობავა, ლელოს ავტორი, ყოფილ გუნდს არასრულ 2 წუთში დაუდო ლელო და გაიხსნა ჩვენ დღევანდელ მატჩში ანგარიში გიორგი ჯობავას ლელოთ. ბრავო, აქ სერგი ჩხაიძე უნდა გამოყოთ, ხელიდან წასტაცა ბურთი თუ სწორად დავინახე და შემდეგ კარგადაც აჩქარა, არ შეეშლებოდა ეს გამოცულ მოშვით კაცეს, ფეხითაც შვენივრად ითამაშა და იქ გიორგი ჯობავამ შვენიერ ლელო გამოვიდა. როგორც აღნიშნეთ, თამაშის სტარტზე წესით აქტიური და უხქულიანი თამაში უნდა იყოს. ესეც მართლდება ჯერჯერობით ჩვენი აზრები, აგერ 5-0 უკაცრავად მეორე წუთი არის ჯერ და სერგი ჩხაიძე ეცდება რომ გარდასახოს პირველი ლელო. აუცილებლად უნდა შევაქოთ გორის გორი, რომელიც დებიუტანტია დიდათში, წელს გადმოვიდნენ, საკმაოდ კარგი სეზონის შემდეგ პირველ ლიგაში შარშან. და არაფერი ამ გუნდს არ ეტყობა დებიუტანტის 2 მატჩის მიჯრით მოგებაც მოახერხეს პირველ ტურში სანუგეშო ქულაც აიღეს შარშანდელ ჩემპიონთან, საკმაოდ ხარისხიან და კარგ გვთავაზობენ და დღესაც მშვენივრად დაიწყეს მათი შეხვედრა
სერგი ჩხაიძის გარდასახვა ზუსტია. მარტივად გარდასახა სერგიმ. აღვნიშნოთ ის, რომ სერგი მოქმედი ჩემპიონი არის, ბათუმში თამაშობდა შარშან და წინა სეზონში უკაცრავად და ფინალის მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა სერგი, რომელიც იყო 7 კაცა ნაკრების კაპიტანი წლევანდელ წლამდე. წეგან დავიწყე საუბარი და ვეღარ გავაგზელე, იმიტომ რომ შეტევაში წამოვიდა გორი და ლეოთთან თორდა ის შეტევა. ხვამს ყავს 11 ნომერი საბა არაგველი, რომელიც ამ ტურამდე იყო და არის ამ წამსაც დიდი 10 საუკეთესო მეელოვე, 5 თამაში დადებული აქვს მას 5 ლევო. ძალიან კარგი სტარტი აქვს სეზონის საბა არაგველს, აი 2 სეზონის ადრეც ესეთივე კარგი სტარტი ჰქონდა, მაშინ გიორგი ჯობავასთან ერთად იყო ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბი თავისივე თანაგუნდელის შიდა ჩემპიონში და წელსაც ეს პერიოდი ჩანს. ამ ხელს დაუტოვეს აქ გორელებმა. კურტანიძეს გავიდა ბურთიხაზე, არის ეს აქ გარეთ სივრცეები, კარგად ჩავიდა. აჩქარა მონიავამ. ფეხითაც გადაიკიდა, ვნახოთ მიყვება თავადვე. მოუწევს აქ დამიწება კი ვაშა დონაძეს. რეკნით განაახლებენ ახლა. სწრაფად შვება ამ ყველაფერს. დონაძე მისი გუნდელები თამაშგარეში არის. სესტომა დაუშვა და კარგი შეტევის პასტამი აქვს. ხვამს თუმცა აქაც სესტომა და იქნება ჯარიმა, როგორც ვახსენეთ, თამაშგარეში იყო დონაძის დარტყმისას ბევრი მისი თანაგუნდელი და ვერ ამოავსეს ეს თამაშგარე. საინტერესოა ეხლა წესით და რიგით კარში, კი. მარტივ სამქულას წესით აიღებს სტუმარი გუნდი. კობელაშვილი შეასრულებს საჯარიმო დარტყმას. აღვნიშნოთ ლაზარე ისიც, რომ წინა თამაშიდან ერთი ზამნიშნულოვანი შეცვლა აქვს ხვამს, სამწუხაროდ ტრამვის გამო ლაშა მალაღურაძე არ არის განაცხადში და მის მაგივრად დღეს თამაშობს თოდუა. ძალიან გამოცდილი ლაშა მალაღურაძე. ზუსტია ამასობაში ეს ჯარიმა 7-3. არასულ 5 წუთში 10 ფულა გავიხილეთ. მოსალოდნელი იყო. კი. შვენიერი, ძალიან კარგი. მალევე უპასუხეს ლელოს ხვამლელებმა. ახლა კი განაახლებს სერგი ჩხაიძე, ხო ვახსენეთ, რომ წინა ორ ტურში იმარჯვა გორმა. რაც შეეხება ხვამლს, ისინი წინა ტურში დამარცხდნენ ბათუმთან სახლში, თუმცა ძალიან დაზაბულ მატჩში, 4-20 დამარცხდნენ და სანუგეშო ქულა მოიპოვეს. იმის წინა მატჩში ზუსტად ასე ძალიან დრამატულ თამაში 20-19 დამარცხდნენ ქუთაისის აიასთან, თუმცა ორივე მატჩში სანუგეშო ქულა მოიპოვეს. 12 ქულით არიან მოცემულ მომენტში მეხუთე ადგილზე, გამარჯვების შემთხვევაში გადაინაცვლებენ უკვე მეოთხე ადგილზე. შენ ახსენე, რომ გორის გორი 1 ქულით ჩამორჩება და ისიც იმ შემთხვევაში თუ დღეს ბონუს ქულით გაიმარჯვებს, გადავა მეოთხე ადგილზე, ხოლო ჩვეულებრივად გამარჯვების შემთხვევაში თუ 4 ქულას მოიპოვებს, გადავა მეხუთე ადგილზე, ასე რომ ნიშნულოვანი მატჩი არის ორივე გუნდისთვის. რაღაც დამუშავებული გათამაშება აქ აშკარად გორს, იმიტომ რომ მეორედ გაათამაშა სერგი ჩხაიძემ. ცოტა უცნაურად ბჭყალებში, რა თქმა უნდა. კარგი იყო. ამასობაში ბურთის ჩატანა კიდემდე და შემდეგ შიგნით შეტრიალება, გრძელდება ხვამლელების შეტევა, საკმაოდ კარგი ტემპი უჭირავს თბილისის გუნდს შეტევაში. საკმაოდ აგრესიულადაც უტევენ, მოდი ეგეც ვთქვათ. აქ არ გამოვიდა ხაზის გაჭრა, ფეხის შეცურება და წამოიღო ამ პიმელეკი ლეგიონერმა ტრავმა, მძიმე ტრავმა, აშკარად და თამაში შეჩერდა. ხედავთ რა. მეულია. მეებსაც ვისმენთ და სავარაუდოდ იმედი ვიქონიოთ, რომ მძიმე ტრავმა არ იქნება, მაგრამ სურათი ამ წამის მონაცემებით ეგეთი გვაქვს, რომ ძალიან ტკივა, აშკარად განიცდის ხვამლელთან. მორაგბე დაველოდოთ ახლა. სწრაფად აღმოუჩენენ დახმარებას. საკაცეს ითხოვენ, რა თქმა უნდა, ისეთ დროს არ უნდა გარისკონ სამედიცინო პერსონალმა და რაც უფრო უსაფრთხო დაატოვებინებენ მორაგბეს მოედანს უმჯობესია. ჩვენ შეგვიძლია გავამხნევოთ ახლა ისი
გულშემატკივრები, ეს პროტოკოლურია, შეიძლება საერთოდ არ იყოს იმის საჭიროება, რომ საკაცით გავიდეს. დაველოდოთ მატჩის გრძელებას. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ასევე ის, რომ ამ მატჩის დასრულების შემდეგ მალევე ამ ტურის დასკვნით მატჩს შემოგთავაზებთ, სადაც სტეფან წმინდის ყაზბეგი წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სტარტის მქონე გუნდი დაუპირისპირდება თბილისის ლეოლს, რომელიც ასევე ცხრილის ბოლოში არის მოქცეული ბევრისთვის გასაკვირად. სტეფან წმინდის ყაზბეგი ბოლო ადგილზეა 33 ქულით, ხოლო თბილისის ლელო იკავებს მე-7 ადგილს 9 ქულით. ორივე გუნდს ძალიან სჭირდება გამარჯვება, რათა არ დარჩეს ასე ვთქვათ ცხრილის ბოლოში და იბრძოლოს საპლეი-ოფ საგზურისთვის, მით უმეტეს გახურდა უკვე დიდი 10 და აგერ მე-6 ტურს ვადევნებთ თვალყურს. აი გაყავთ სასიამოვნო კადრია, იმიტომ მიყვარს რაგბი ერთ-ერთი მთავარი ის რაც არის, აი გიორგი ჯობავა, მათი ყოფილი გუნდელი და დღეს უკვე მეტოქეა, მაგრამ კი ეხმარება და მივიდნენ მორაგბეები, გაამხნევეს ბურდული და ბურდული ტოვებს მოედანს. მალე გამოჯამრთელებას უსურვებთ, რა თქმა უნდა. სანამ შესვენება, მოდი ბარემ ისი ვთქვათ მე-6 ტურში რა მოხდა, წიქარა მოუგო ხარებს 19-17, აიამ მოუგო არმიას 40-12, ხოლო ბათუმმა სახში წააგო ქუთაისის არესთან 29-35 და ჯერჯერობით ყველა ვარიანტი ესე იქნება მე-6 ტურის შემდეგ 21 ქულით 3 გუნდი არის ცხრილის სათავეში, ესენი არიან პირველზე არესი, მეორეზე ქუთაისის აია, ხოლო მესამეზე ბათუმი. ველოდებით თამაშის განახლებას შეკინებიდან. ხო, პირველი შეკინება გვექნება დღევანდელ მატჩში. სხვათა შორის ორივე გუნდი საკმაოდ სტაბილური არის. სტატიკაში და მნიშვნელოვანი იქნება ვინ მოახერხებს ამ კომპონენტში უპირატესობის მოპოვებას. გიორგი კვაბზირიძემ დატოვა მოედანი, როგორც დაინახეთ, გუნდის კაპიტანმა უსურვოთ მას ჯანმრთელობა, უსურვოთ რომ არ იყოს სერიოზული ეს ტრამვა, მას შეცვლის ლუკას სულუაშვილი. სავარაუდოდ კაპიტნობას გადაიბარებდა რომელიმე მესამე ხაზელი სავარაუდოდ გიორგი კურტანიძე, რომელსაც უკაპიტნია აქამდე გუნდისთვის. ლევან ხუციშვილი შეაგორებს ბურთს შერკინებაში, პირველ ჯერზე ვერ ეწყობა შერკინება. საკმაოდ გამოსტილი შერკინება ყავს გორელთა გუნდს. ორაგველიძე უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც დიდაჩი გვახსოვს, რაც აქ თამაშობს. ჩვენი დიდი 10-ის დონეზე ძალიან გამოსტილი მორაგბეა ნამდვილად. ძალიან კარგად მიაწვა ხომლი, თუმცა მალე გამოიტანა ხუთიშვილმა ბურთი, ფეხით გზელი გადაკიდება და დატოვა ბურთმა. არ დატოვა და იქ საკმაოდად გარისკეს ხომლელებმა, თუმცა გამოიტანენ ახლა ბურთს არ იკნით საკუთარი ჩათვლის მოედნიდან. საკმაოდ საინტერესო მორაგბეა ზურაქ ობელაშვილი, ვინც ახლა ბურთით არის, ძალიან სახიფათო არის განსაკუთრებით კონტრშეტევებზე მეტოქე გუნდებისთვის. წელი არ ეკნი და გორი წამოვა შეტევაში, სერგი ჩხაიძეა ბურთი და საიდან გადაწყვიტა მარან არ ეკნის დარტყმა, თუმცა არაზუსტი არის ეს არის. გაცვდა. ეხლა მომეწოდეს საინტერესო ინფორმაცია, რომ ალღურაძე არა ტრამვის გამო, არამედ ჩავლომს დამატებია ბოლო მომენტში და ამიტომ არ იქნება დღეს ანუ გაყვა სამხრეთ ტურში სამხრეთ აფრიკაში. საინტერესოა, ერთ-ერთი ყველაზე გამოცილი მორაგბე. ნაკრებშიც ძალიან ბევრი თამაში აქვს მას ნათამაშები და ამდვილად ძალიან დიდი ძალა არის ხომისთვის. კი, რა თქმა უნდა. აქ შეცდომა დაუშვოს, ხომლის მორაგბეებმა და ბურთი დარჩა გორს.
22 მეტრიანთან ნუ 8 ნომერის ფეხით შეცვლება საინტერესო იყო. ნუ ამჯერად გადავიდა. მოიდან სპარგლებს გარეთ ბურთი. დარტყმის ადგილიდან განახლდება ახლა მატჩი. მორიგი შერკინება, ვნახოთ ამჯერად მინაჯობებს, ამჯერად ხვამლის შერკინება, გორმა თავისი ერთი შერკინება მოიგო უკვე წარმატებით. ვნახოთ ხვამლელები რას იზავენ. შვენივრად ფინალსწრენ და ჯარიმის უპირატესობა, კი ბატონო. ჯერჯერობით იგრძნობდა ხვამლის დომინაცია შერკინებაში, წევან გორის შერკინებაში ძალიან კარგად მიაწვდნენ, მაგრამ იქ ხუციშვილმა მოახერხა სწრაფად ბურთის გამოტანა. ამჯერად ხვამმა თავისი შერკინება მოიგო და ჯარიმიდან ალბათ კიდეში დაარტყავენ და გადაიტანენ, კარგ შეტევას წამოიწყებენ, მაგრამ იქამდე ჯერ აუტი უნდა მოიგო. კი ბატონო, ამოვიდა მოვედინეს ცენტრამდე ბურთი. გიორგი ვარდოსანიძე ბურთით ის მოაწვის დერეფანში, მოკლე დერეფანი 6 კაციანი, 5 კაციანი უფრო სწორად გაჭირვებით მოიგეს ხვამლელებმა. ბოჭავენ იქვე მეტოქეს გორელები. დააგზელებინებს ახლა რაქს დაჩიციკლაური მაღალ ბურთს აწევს, ვერ გადავა ეს ბურთი კიდეზე და იქნება საბრძოლო, მიყვება რამდენიმე ხვამლელი. წინვალე თამაშობს აერსი. დავით თვარაძე. ხუთშვილი. სიღრმეში გადაიტანა ბურთი და სერგი ჩხაიძემ დიაგონალზე გაუშვა ძლიერი დარტყმა. შვენიერი დარტყმა. შესანიშნავად გადააქვს ბურთი კიდეზე ჩხაიძეს მოარტყა მოედანში და შემდეგ სერგი ძალიან კარგად თამაშობს ფეხით, უნდა აღნიშნოთ ეგეც აუცილებლად. აუტებში ცოტა ჭირს თამაში ორიო გუნდის მხრიდან, ნახოთ ახლა რა იქნება. მარტივად და სუფთად ერთ-ერთი აუტი ვერ მოიგო, ვერც ხვამმა და ვერც გორმა. აქ ჯარიმა უხეშობისთვის გაისმა ყვითელი ბარათის სურვილიც გულშემატკივრებისგან, თუმცა ახლოს იყო გიგამშვენიერაძე. ვიდეო რეფერი არ გვაქვს კიდე ერთხელ შეგახსენებთ დღეს სამომავლოდ გამეორებებიც არ გვექნება სამწუხაროდ. ზურაქ ბელაშვილს გადააქვს ბურთი კიდეზე დაახლოებით კი არა და 10 მეტრიან წყვეტილთან იქნება ახლა დერეფანი. მახვილი კუთხე არის მემარჯვენე დამრტყმელისთვის. წერან შავილომი ვახსენე და ბარემ აღნიშნოთ, რომ შავილომმა სამხრეთ აფრიკულ ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა პირველივე თამაში, ტოიოტა ჩიტას დაამარცხეს ძიმე, მაგრამ ძალიან სანახაობრივ ბრძოლაში 39-38 გავიმარჯვეთ და შემდეგი მატჩი გვექნება 26 ოქტომბერს ისევ მათთან. ხო, რა კარგი კონტაქტია. და აქ ალბათ ვიხილავთ როტაციასაც უკვე ჩვენ შემადგენლობაში, მით უმეტეს ძალიან მნიშვნელოვანი ტესტები მოგვდის ახლა ნოემბერში და რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა განსაკუთრებით უნდა გამოიცადოს გონებ და საინტერესო იქნება ეს. ძალიან კარგად იცავს გორი თავს, ძალიან კარგად ამოწიეს ხაზი აქაც კი. ეს მაღალი თამაში ხო არა? ბოჭუს შემდეგ წავიდა მაღლა აქ და ჩიციკლაურმა დააგდო შეტევის ტემპი, ახლოში მოუხმო მორკინალების შეჯგუფებას, ბოჭავენ. სავარაუდოდ დარტყმას. ჯარიმის უკი. კი, გამოსტყვა, ამას ქვია. მე საინტერესოა ახლა რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, აქედან დარტყმა ბევრჯერ გვინახავს ხვამლისგან, კარისკენ. თუმცა ალბათ სწავლენ ახლა კიდეზე. შეუტევენ ლელოს. ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ.
კარში ურტყავს. საინტერესოა 50 მეტრიდან კარში ურტყავს ხვამლი და ეცდება რომ მინიმუმამდე შეამციროს ანგარიშის სხვაობა. ქობილაშვილმა პირველი ჯარიმა, რა თქმა უნდა, ბევრად მარტივი პოზიცია იყო ის გასატანად. 50 მეტრზე ცოტა მეტი, დაახლოებით 55 მეტრიდან შეასრულებს ხვამლის 15 ნომერი ჯარიმას. ძალიან საინტერესო ვახსენი ხო განსაკუთრებით ხვამს უყვარს და არის ესე შორი დისტანციებიდან ბურთის კარში გაგზავნა ზურა ქობილაშვილი ასრულებს ახლა ჯარიმას. გამორბენი ქობილაშვილის გაუწვია. ძალა იყო, თუმცა მარცხნივ წავიდა უფრო მეტად ბურთი. სიზუსტე მოდნავ უმტყნა. კი. ო ძალიან რთული შესასრულებელია. 55 მეტრიდან ჯარიმის დარტყმა არ არის ნამდვილად მარტივი საქმე. ბევრი მსოფლიო დონის დამტყმელი ვერ ბედავს ხოლმე. ჩვენ გვახსოვს ნინიაშვილის გადაინილი ჯარიმა მსოფლიო ჩემპიონატზე. გელა აფრასიძეს უყვარს კიდე შორი დისტანციიდან დარტყმები. უყვარდა. უფრო მეტად ხო. უფრო სწორი ეგრე იქნება, რო ვთქვით. სერგი ჩხაიძე განაახლებს თამაშს. გადაიტანა ბურთი მეტოქითა ნახევარზე და ხვამს კონჩეტეო, აი ეს ყველაზე სასჭი კომპონენტია ხვამლის თამაშის. კურტანიძე მივიდა მეტოქეზე, თუმცა შებოჭეს. ლეჟავას კონტაქტი. კარგად გას, გორი ჯერჯერობით ძალიან კარგად გას დაცვაში. სივრცეებს არ აძლევენ, რომ მარტივად შეუტიონ და ხაზი გაჭრამ ხვამლის მორაგბეებმა. ხო, აი ბექები, რომლებიც ძალიან სახიფათოები არიან, როგორც შენ ახსენე. მათ ჭირდება სივრცეები, რომლებიც ჯერჯერობით არ იხსნება გორის დაცვაში. დავით მთვარაძე კვლავ მეორე სართულზე ზედ მეორე ეპიზოდში ძალიან კარგი იყო. ციშვილი ჩხაიძეზე გავიდა ბურთი და დიაგონალზე კიდევ კვლავ. რაც თითქოს ერთგვარი ტაქტიკა აქვს გორს შემუშავებულიო, ფეხით უნდა ურტყან ბევრი. რაც აშკარად შედეგ მოაქვს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მე რამდენი დარტყმა კარგად დახურეს გორელებმა. ხაზი ძალიან კარგად აწიეს და კვლავ თამაში გადაიტანეს მეტოქეთა ნახევარზე. ციკლაურმა გამოიტანა აქ ბურთი, მშვენიერი, აი, რასაც ვამბობდით კი. მშვენივრად, ნუ რა კარგად იმორჩილებს, არაგველი თუ არ იყო წიმპასი. არა და იქ აიგდო ფეხი მშვენივრად. ხიცხათა შორის ეხა მარტივი ეპიზოდი იყო, მარტივი 2-1-ზე გასვლა იყო, თუმცა მაგას ცუდი პასი უფრო იყო, ვიდრე იდა შერკინება იქნება გორელების. დრო გაჩერდა. ბურთს აქ აშკარად პრობლემა ბურთი უნდა გამოიცვალოს. იდევ ერთი ტრავმირებული მორაგბე ყავს, თუმცა ამჯერად მე მგონი სერიოზული არაფერი. ალევე წამოდგა. გორელთა მეორე ხაზელი იყო დაშორებული. მცირე შეჩერება გვაქვს. სხვათა შორის კაკაურიძეც ახლოს არის ლელოების რაოდენობით 3 ლელო აქვს. 3, კი. რაც შეეხება საუკეთესო მეკულებს, მალაღურაძე არის ამ ორი გუნდიდან მე-5 ადგილზე. რომელიც დღეს არ ყავს თამაში, ნინიძე და ხელაძე არიან ასევე მერვე მე-9 პოზიციებზე. საუკეთესო მეკულებს შორის. ისე კი დიდიათი საუკეთესო მეკულე ამ წამს მახარეიშვილია. 72 ქულით კი აიას 10 ნომერი. აქ კიდევ ერთი შერკინება. საკმაოდ სტაბილური შერკინება გვაქვს, მალე გამოდის ბურთი, არ გქონია სანქცია ჯერჯერობით არც ლავრად აწובה ხო. ნახოთ აბა მეტოქის შერკინებაში რა სიზავს ხვამლი. პირველად კარგად მიაწვენ, მაგრამ მალე თავისუფალი ადრე გადავიდნენ როგორც ჩანს გორელები. კი ბატონო. აშკარად ჯერჯერობით 4 შერკინება იყო და აშკარად დომინანტი არის ხვამლის შერკინებაში. ჩააგრავენ მეტოქეს, მოდი ესე ვთქვათ. სწრაფად გაათამაშეს აქ თბილისური გუნდის მორაგბეებმა. წავიდა ბურთი, მორკინალები მეტოქის ნახევარზეა, ხვამლი მაღალ ტემპში უტევს. ხაზზე გავიდა, ჩავიდა მესამე ზონაში, თუმცა დავარდა
შეტევის დინამიკა. მშვენივრად მოიშორა იქ ერთი მეტოქე. კაკაო იძე იყო. წამოვიდა მეორე. ინოალე შეტევა. სანიშნავია არაგველმა აჩქარა წავიდა კიდისკენ და ვნახოთ ეხლა რასებს და დაუვარდა ბურთი წინ. თუ სწორად დავინახე. კი, ბურთი დაუვარდა წინ. იქ წავიდა მეტოქეზე პირდაპირ, იფიქრა რომ ფიზიკურად აჯობებდა, გარისკა, თუმცა არ გამოუვიდა. კარგი იყო ისე მშვენივრად აითვის ეს. ნელა აჩენს ხომლი კლანჭებს, კარგად უტევს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ შევიდნენ მეტოქის ჩათვლის მოედანში. კიდევ ერთი შეკინება გვექნება აქ ამჯერად მასპინძლების. სანამ შეკინებაში თამაში განახლდება, აქამდე მინდა აღვნიშნო, რომ გუშინ საოცარი მატჩი ჰქონდა ბექა გორგაძეს ტულუზას წინააღმდეგ. მართალია ლელო არ დაუდია, თუმცა ფრანგული გამოცემები თელი დღის განმავლობაში გუშინ თამაშს და დღესაც თელი დღის განმავლობაში აღნიშნავენ მის საოცარ თამაშს. უდიდესი წვლილი შეიტანა მან აკუთარი გუნდის გამარჯვებასთან. ახ ტულუზა ისეთი გუნდია, ყველას მოეხსენება. სასწაული გუნდი. თან როგორ გვაკლია ხო, როგორ გვაკლდა წინა ტესტებზე და ველოდებით აუცილებლად რა თქმა უნდა. კაპიტანს სულში შეერკინება გორელების. წავიდა პირდაპირ ძირს. თავიდან შედგება. უმნიშვნელოვანესი იქნება გორგაძე ამ ნოემბრის ტესტებზე. როგორ გაირჯება? დღეს ტოპ 14-ის მეორე ტურს დახურავს ტულონისა და რასინგის მატჩი, სადაც ტულონიდან რა თქმა უნდა ბეკაგიაშვილი ძირითად შემადგენლობაშია, ხოლო რასინგიდან გია ხარაიშვილი და ურამ გოგიჩაიშვილი ესწრებიან, რომ თავი გამოიჩინონ, ასევე ისიც აღვნიშნოთ, რომ პროდეორში პარასკევს თავი ლეოლთი გამოიჩინეს თედო აბჟანდაძემ, გიორგი ჯავახიამ და მამუკამ სტოიანმა. კი და ძალიან გაგვიხარდა თედოს ლელო. თედოც რაღაცა ბოლო პერიოდია მისი დინამიკა აღარ მოგწონდა, უფრო სწორად გვინდოდა მეტი მისგან და ძალიან მოუხდა მის ახალ გუნდს, მშვენივრად ირჯება. დორიაქში კარგი ტანდემი შედგა აბჟანდაძე პაპუნაშვილის. დაჩი პაპუნაშვილიც საქართველოს ნაკრების წევრი არის, ალბომში თამაშობდა. ეხლა კი ორივე მათგანი ორიაკის ღირსებას იცავს. მცირე ტექნიკური ხარვეზი გვაქვს, იმედია მალე გამოსწორდება.
ბრუნდებით პირდაპირ ეთერში მცირე ტექნიკური ხარვეზის გამო, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზები წარმოიქმნა. გარეშე არის 7-ით 8. ლელო დაუდიო, დადო. მაგრამ ვერ გარდასახა აშკარად. გიორგი ვარდოსანიძემ კერძოდ 2 ნომერმა წინ გავიდა, ესე იგი თბილისის ხვამლი დღევანდელ მატჩში 32 წუთი იწურება, 7-8 გორელები იქნებიან მეტოქის ნახევარზე, ვაგრძელებთ ესე იგი პირდაპირ ტრანსლაციას. დიმიტრი ხურცილავა მოაწვდის ახლა ბურთს დერეფანში. დიმიტრი ხურცილავა მოაწვდის სრული დერეფანი, შუამხტომელზე მარტივად მოიგეს გორელებმა, ბურთი გამოვიდა ბურთი ხაზზე. გაიშალა ხაზში, ვნახოთ გამოყვება ამ შეტევას. არ გაჩაიტანეს იქ, თუმცა ტექნიკური ხარვეზი წინ გაუვარდა ბურთი გორელებს კი და მორიგი შეტევა შეკინება ხომ კი ხვამლი კერძო დაჩი ციკლაური შეაკორეს ბურთს ახლა დერეფანში საინტერესოა იქ გიორგი ვარდოსანიძემ დაალელოა შეიძლება ვივარაუდოთ რომ იყო დერეფანი და შემდეგ მოვლიდან დადებული ლელო თუმცა ხორთულია ხო ვიჩელოთ ვინც ეხლა ჩაერთო თამაში იმას კიდევ ერთხელ გავახსენოთ რომ მე-6 ტური ამით ამთავრდება დღეს 6 საათზე ყაზბეგისა და ლელოს თამაში დახურავს დიდიათის მე-6 ტურს კი რა აუცილებლად შემოგთავაზებთ ამ მატჩსაც რა თქმა უნდა პირდაპირ ეთერში შეიცვალა მხარე შერკინება იქნება გორელების და არა ხვამლის კიდის საჯმა ურში უთხრა აშკარად რომ წინ გაუვარდა ხვამლის მორაგბე როგორ ჩანს ბოჭვისას იყო წინ თამაში კი ბატონო ხუციშვილი შეაგოროს ბურთს შეკინებაში აქამდეც აღნიშნეთ რომ ხვამლი ძალიან კარგად იდგა შერკინებაში დომინირებდნენ თითქმის ყველა შერკინებაში მეტოქის შერკინებაშიც მათ შორის და ერთხელ დააჯარიმას კიდევაც ვნახოთ ეხლა რა იქნება. ეწყობა შერკინება პირველი ტაიმის უმეტესი მაგერ 35 წუთი არის უმეტესი ნაწილი გაიარა აქტიურად დაიწყეს გუნდებმა ძალიან უხულიანად შემდეგ მცირდა დინამიკა და ინტენსივობა თამაშის ბევრი ტექნიკური წუნით არის თითქმის უგაჩერებული ტრამვა იყო მე შერკინებებია ძალიან ბევრი შვენივად დადგნენ გორელები გამოვიტანეს ბურთი ნახოთ როგორ გაათამაშებენ ცუდი გადაცემა ჩაიძეზე თუმცა ყინვალედ გაჭრა იქ ხაზი აპიმელეკიმ ფიჯელმა მორაგბე სერგი ჩხაიძე ვერ შეაცურა ფეხით ბურთი კლავ ჩვენ ჯარიმის უპირატესობა თამაშგარეში იყო ხვამლის მორაგბე და ჯარიმა ექნება გოლს მასპინძელ გუნდს საინტერესოა ესენი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ხვამმა უკვე 2 ჯარიმა დაარტყა ერთი გაიტანეს მეორე ვერა ნახოთ ისურებენ თუ არა ჯარიმიდან წინ გასვლას მასპინძელი მორაგბეები სერგი ჩხაიძე ბურთით კი კარში ურტყავს სერგიც ეცდება რომ პირველი ტაიმის ბოლოს საკუთარი გუნდი გაიყვანოს წინ და შესვენებაზე გამარჯვებული გავიდეს ნახოთ როგორ გამოუვა ეს ყველაფერი გარდასახვამ შვენივრად შეასრულა დღევანდელ მატჩში ნახოთ ეხლა ჯარიმა მემარცხენე დამტყმელია სერგი და შედარებით უფრო კომფორტული არის ეს პოზიცია მისთვის კიდევ ერთხელ შეგახსენეთ რომ სერგი ჩხაიძე არის მოქმედი ჩემპიონი იგი წინა სეზონში ბათუმში თამაშობდა და ფინალის საუკეთესო მოთამაშეც გახდა სწორედ მისი ლეოთი მოიგო ბათუმად დიათის გათამაში საკმაოდ გამოცდილება დააგროვა ამასობაში ახალგაზრდა მორაგბემ ძლიერი დარტყმა და ზუსტი ბრავო აქ სერგი ჩხაიძეს ურთულესი დარტყმა გაიტანა 10-8 ხდება ანგარიში მატჩის 37 წუთზე 3 წუთზე ოდნავ მეტი პირველი ტაიმის დასრულებამდე გორი გადის წინ
ისევე როგორც თამაშის დაწყებისთანავე მეორე წუთზე გიორგი ჯობოვას ლეოთი გავიდნენ წინ, მე ხომ ჯარიმა გაიტანა, მე ლეო დადეს 7-8 იყო ანგარიში და სერგი ჩხაიძის ჯარიმით გორელები გავიდნენ წინ. განახდა თამაში გორელები კარგად წევენ ხას. ფეხი დააბრუნეს კონტრშეტევაზე, წამოვლენ ახლა ხვალელები კურტანიძე ბურთს. კურტანიძე 3 მეტოქეზე მივიდა და მოიგო მაინც რამდენიმე მეტრი. გორელები აქტიურად იცავენ თავს, კარგად ამოწიეს ხაზი, ორმაგი ბოჭვა. ძალიან კარგად მუშაობს ხვალის 9 ნომერი, რომელიც ძალიან სწრაფად გამოაქვს მას ბურთი. შეუფერხეს ბურთი ლეგალურად გორელებმა რაკში. ზურგს უკან ფეხით დაბალი შეცვლილი. შვენიერი. 22 მეტრიანის ხასთან იქნება მასპინძლების აუტი. აქედან წესი დარიგით ფეხით მოუწევთ გამოსვლა და კვლავ ხავნელეს ექნებათ კონტრშეტევის შანსი, თუმცა ვნახოთ. არაფერია გამორიცხული. ხურცილავა მივა ბურთთან და მომეწვის დერეფანს. ნოწოდა ბურთი ბოლო მხტომელზე. ცოტა გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოიგეს გორელებმა. აქედან მოუწევთ ფეხით თამაში, თუმცა რაკი გაკეთდება 22-ში, რაც იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ კიდეზეც გადაიტანენ ბურთს. თუ ასე გადაწყვეტს ხუციშვილი. კი. და ვერ შორს მოიშორა. მართალი. ნუ პირველი ტაიმის დასკვნით წუთს ექნება ხვალს ძალიან კარგი შესატევი პლაცდარმი მეტოქში 22-ში ექნება დერეფანი. კარგი შანსი აქვს რომ თბილისელებმა ტაიმი მოიგონ. ნახოთ რა მოყვება ამ დერეფანს, ვარდოსაინძე შეიყვანს დერეფანში თამაშს. ჩაწოდა მარტივად მოიგეს, არა უხტნენ მასპინძლები. მოლიც ცდილობენ რომ წინ წაიწიონ სტუმრებმა. კარგი მოლია, ბურთს ვერ ვხედავთ. კი, აგერა. გამოვიდა. ციკლაურმა გამოიტანა, თაყაიშვილი მიეძალა მაღალ სიჩქარეზე. აუ შვენიურად ამოწეული ხაზი, კი, ლეჟავას დაახვედრეს შვენიერი დაცვა. თუმცა აი შეიქმნა უპირატესობა, თუმცა კვლავ ორიგი ტექნიკური წუნი, არაზუსტი პასი ხელიდან გავარდნა და წესით პირველ ტაიმს მოიგებს გორი, არასრული 1 წუთი პირველი ტაიმის დასრულებამდე 10-8 გვაქვს ტაბლოზე მასპინძლების სასარგებლოდ და შერკინება იქნება. ალბათ დიდი ალბათობით ამ შერკინებაში უბრალოდ დადგებიან, მიაწვევიან და შემდეგ კიდეს გადააგდებიან გურს და დაამთავრებენ პირველ ტაიმს. ხო, იქ შვენიერაძემ ანიშნა რომ 1 წუთი არის დარჩენილი და შეიძლება ოდნავ უფრო მეტი დრო იყოს, თუმცა ამ შერკინება მოეწყობა, სანამ დადგებიან შერკინებაში ეს 1 წუთით წესით რიგით ამოიწურება. ხუციშვილი შეაგორებს შერკინებაში ბურთს. მასპინძელთა 9 ნომერი მოეწყო შერკინებას, შეაგორეს ბურთი, ხვალი ისევ კარგად აწვება. გამოვიდა ბურთი. ძალიან ძიმედ გამოიტანეს, მაგრამ თავარია რომ ბურთი დაიტოვეს, შორსაც მოიგერიეს, მაგრამ ხვალი არ გადააგდეს ბურთს პირველი ტაიმს, კიდევ ექნებათ მათ შანსი. აი ნახოთ ხობელაშვილმა კიდეს დაუმიზნა და დაასრულდა არა, როგორც ჩანს არის კიდე დრო და მშვენიერაძე მიანიშნა დერეფნისკენ, ანუ ბოლო შეტევა მაინც გორელების იქნება მეტოქის ნახევარზე. ნახოთ რამდენად აქტიურად შეუტევენ. ურცილავა ყო. ნახოთ მოაწვის ბურთს ხურცილავა. წოდა მოიგეს. და მოლით
მორელებმა არის ჯარიმის უპირატესობაც გვერდიდან შესვლისთვის, ესე იგი ძალიან აქტიურად დაამთავრებს პირველ ტაიმს გორი. მოვიდა ბურთი. ხუთიშვილი სერგი ჩხაიძის გაუვარდა და ბრავო, რა კარგად გაჭრახავს და რა კარგი ოფლოუდი იყო. თუმცა მიღები აღარ იყო არავინ და ეხლა გორს დავუწყდება. დრო ამოწურულია, თუმცა გორს უპირატესობა აქვს და ვნახოთ როგორ დაამთავრებენ პირველ ტაიმს. კიდევ უფრო წინ გავლენ თუ ორქულიანის სხვაობით 10-8-ს მოიგებენ მატჩის პირველ ნახევარს. გაინტერესოა რა გადაწყვეტილებას მიიღებს. კარში ურტყავენ. ხო, კარში საინტერესო არის, აკმაოდ მახვილი არის. თუმცა ერთი ურთულესი ჯარიმა გაიტანა ჩხაიძემ დღევანდელ მატჩში. არცად არ ეჩქარებათ აქ რეალურად თუ არ არის ჩართული უკვე დამტყმელის დრო. ჯერჯერობით 100%-იანი სიზუსით ურტყავს დღეს სერგი ჩხაიძე, გარდასახვა არ გაუფუჭებია, შემდეგ ჯარიმაც გაიტანა და ვნახოთ როგორ დაამთავრებს იგი პირველ ტაიმს. საკმაოდ რთული ჯარიმა კი არის ნამდვილად. არა, არის ცოტა მოუხვია, გადაუხვია გზაში. დასულდა აქ პირველი ტაიმი სერგი ჩხაიძე გაბრაზებული არის, მე მგონი მეტოქე გუნდის მოთამაშეებზე. მეილაპარაკებოდნენ დარტყმის დროს, თუმცა ის ოკეი, ამბავია, მოკლედ მორჩა პირველი ტაიმი ასე თუ ისე 10-8 იმარჯვა გორის გორმა, ბოლო მომენტში კვლავ გავიდნენ წინ ანგარიშში მასპინძლები. საინტერესო პირველ ტაიმს მივადევნეთ თვალყურით, ჩვენ შეგვიძლია ახლა გუნდებთან ერთად შევიცვენოთ 10-12 წუთი და დაგიბრუნდებით უკვე მეორე ტაიმით. უკეთესი მეორე ტაიმის იმედად გეიმშვიდობებით 10-12 წუთით.
მოედნიდან, სადაც დიდი 16 ტურში გორის გორი უხდება თბილისის ხომს. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში ჰქონდა 10-8 გორის სასარგებლო და ძალიან აქტიურად უტევს ხვამლი საწყისივე წუთებში, მესამე წუთი არის მეორე ტაიმის საშენივრად ამოწურეს აქ ფლანგი და საბა არაგველი გაიტანს მე-6 ლელოს წლევანდელ სეზონში და გახდება ერთპიროვნული ლიდერი ლელოების რაოდენობით. დიდი 10-ისა ძალიან კარგად შეუტიეს პირველსავე შეტევაში ხვამლელებმა მეორე ტაიმში. მეორე ტაიმსაც ვიწყებთ პირველის მსგავსად სწრაფი ლელოთი. პირველ ტაიმში სწრაფი ლელო მეორე წუთზე გიორგი ჯობაომ გაიტანა, აქ კი საბა არაგველი ყვავდა, როგორც ლაზარე აღნიშნა. ერთპიროვნული ლიდერი გახდა დიდი 10-ის გათამაშების საუკეთესო მელო, მე-6 ლელო, მე-6 თამაში. ნამდვილად ძალიან მაგარი შედეგი. საოცარ სვლაზე არის საბა არაგველი, ეს შეტევა კი მთლიანად იყო ძალიან კარგი ხვამლისგან. გაათამაშეს თანმიმდევრულად და არაგველიც იმ ადგილას იყო, სადაც უნდა ყოფილიყო და მარტივად დაასრულა ეს ძალიან კარგი შეტევა. სურა კობელაშვილი ეცდება რომ გარდასახოს საბა არაგველს და სხვაობა 5 ქულამდე გაზარდოს. საკმაოდ რთული დასარტყმელი პოზიციაა. და არა გაიტანა ოჩახ კობელაშვილს. ოჩახ ნამდვილად ზურა კობელაშვილმა წინვალე გარდასახვაში ასრულა და უკვე 5 ქულიანი სხვაობით ამარცხებს თბილისური გუნდი გორის გორს. მატჩის 45 წუთი კიდევ ერთხელ შეიცვალა ლიდერი დღევანდელ მატჩში. აი ეს არა რაგბი. ტაიმის ბოლოს გორს შეეძლო 5 ქულით წინ გასვლა, მაგრამ დაიწყო მეორე ტაიმი და უკვე 5 ქულით ჩამორჩებიან მეტოქში. ნაკ შეიყვანა თამაში ბურთი ჩხაიძემ. კაკაურიძემ აიღო ბურთი, წინვალეთ წამოვიდა შეტევაში ყოჩახ. აგრესიულად იწყებს ხვამლი მეორე ტაიმს. ჩავიდა ბურთი კვლავ კიდემდე, კობელაშვილი თავა წავიდა, გაჭრა ხაზი და მიიწევს წინ, მშვენიერი გადაცემა, ამოწურეს ფლანგი არაგველი. რამდენიმე მეტოქის გარშემოა, მშვენივრად იარა და შეინარჩუნა ბურთი, გრძელდება. ხვამლის შეტევა სულუაშვილი მივიდა 5 მეტრიანამდე, შებოჭეს. გრძელდება, ეხლა შენელდა ოდნავ. აგრესიულად შემოვიდა სულუაშვილი, წინვალით უტევს ყველა კონტაქტში უპირატესობა აქვს თითქმის. კობელაშვილის კიდეზე გადაკიდება, კაკაურიძე ძალიან ჭკვიანურად თამაშობს, უკან იყო ეს ყველა. უკან იყო და შეტევა გრძელდება. კაკაურიძეა ბურთთან, არა, გარდაყრაზე არის კაკაურიძე და გამოიტანა ციკლაურმა ბურთი, მშვენიერი შესატევი პლასტარმი აქვს ხვამს. კიდევ უფრო შეუძლიათ რომ გაზარდონ უპირატესობა მეორე ტაიმის სტარტზე. ხო, ეს იგრძნეს ეხლა სათამაშო ტალღაზე არიან, როგორც იტყვიან ხვამლელები, აი ეხლა დაიხიეს უკან და დაუვარდა შეტევის ტემპი, ციკლაური მარცხნივ წაიღო ბურთი შეცვალზე შემოსული გიგა ყიფშიძე. მან ლუკა თოდუა შეცვალა. საინტერესოა კობელაშვილი დაიკავებს ალბათ 10 ნომრის პოზიციას. შეიძლება ყიფშიძემაც შეითავსოს, დავაკვირდეთ. გაუვარდა ბურთი და გორი დაიწყებს სწრაფ შეტევას, ამდენად გამოვავნახოთ. ის სერგი ჩხაიძე ბურთით გარისკეს, მაგრამ მშვენივრად გამოუვიდათ ეს ყველაფერი, გააჩქარა ჯობავამ. გამოვიდნენ 22-დან. ისევ სერგი ჩხაიძე. ამჯერად უკვე გოგოლიძე ეძალება, მოიგო რამდენიმე მეტრი მეორე ხაზელმა. ახმაურდა გულშემატკივარით. ჩხაიძე სიღრმეში გადააქვს ბურთი და ძლიერ დარტყმას ახორციელებს ბიწაძე. აქ ნახოთ მეორე სართულზე, უკან იყო ხვამლელებისგან და საბოლოო ჯამში ხვამლი ინარჩუნებს ბურთს, აქ წინ ვარდნის უპირატესობაც. ციკლაური კვლავ მოკლებთაძე წაიღო, არაგველი გაასწრო თანაგუნდელმა. უმაღლეს ტემპში დაიწყო ხომმა მეორე ტაიმი, იგრძნობა გორელების დაძაბულობაც აშკარად, იმიტომ რომ უკვე მეორე ტაიმის სტარტზე გორელებს საკმაოდ ბევრი ტექნიკური წუნი აქვთ. აქ კი შერკინება ექნებათ ხვამლელებს იქ ჰაერში თამაშისას წინ ითამაშეს გორის უკანა ხაზელებმა. აქ გოგოლიძე არის ტრავმირებული. მაგრამ სერიოზული არაფერი, კი ბატონო, გაგრძელდება დარჩება მატჩი. ხვამლის შერკინება, ნახოთ, აბა პირველ ტაიმში აშკარად ჯობდა ხვამლის შერკინებაში. გორს ნახოთ შეიცვლება თუ არა სურათი ამ კუთხით მეორე ტაიმში.
ჯერჯერობით შეერკინებაში არანაირი ცვლილება არ არის გორის შემადგენლობაში. პირველ ხაზში უკაცრავად. მაგრამ არ შეერკინებაში, ხო, როგორც ვატყობ, ხო, არავინ არ არის შეცვლილი. ხო, ქვიშიც არასახულა ჯერჯერობით. გორელთა მხარის შეცვლები. ციკლაური, აი ნახე, პირველი ჯარიმა, კი. მიწაზე წასვლისთვის, როგორც ჩანს, პროვოკაცია მიწაზე წასვლას გორელებმა გაუკეთეს. ოჩა ხვამს ნამდვილად, ხვამლის შერკინების თვნელი აშკარად ძალიან მაგრამ მუშაობს. ჩეჩქვავენ მეტოქეს შერკინებაში. მე რამდენი შერკინება არის, სადაც უპირატესობა აქვს. თან არ არის ეს მარტივი გორს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პირველი ხაზი ყავს ქუცნიაშვილიც და ორაგველიძეც წლებია იმით არიან ცნობილები, რომ სტატიკაში განსაკუთრებით ძალიან ძლიერები არიან. და მუდმივი სტაბილური სათამაშო დრო აქვს სულ. ნახოთ რა მოყვება ამ კიდეში გადატანილ ვურთს. შვენიერი თამაში აქვს კობილაშვილს. კარგად ურტყავს. ერთი ჯარიმა გაუხუცდა პირველ ტაიმში, თუმცა 55 მეტრიდან იყო ის ჯარიმა შესრულებული და ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალა არ და აქ უბრალოდ სიზუსტე იყო იქ თავარი პრობლემა. აი და ძალიან მნიშვნელოვანი დერეფანი დაკარგეს ახლა ხვამლებმა თითქოს იჩქარეს გადავიდა ბურთი რაკში. მოამზადებს ახლა დარტყმას 9 ნომერი ლევან ხუციშვილი. კიდეზე პირდაპირ გაგზავნა ხუციშვილმა კვლავ ხვამლელთა დერეფანი იქნება ოღონდ 10 მეტრიან წვეთზე ოდნა უფრო სიღრმეში მეტოქის ჩათვლის მოედნისკენ. და ხვამლელთა მხრიდან პირველი ლეოს ავტორი ვარდო საინძე შემოიტანს ბურთს თამაში. პირველივე ხტომელზე ძალიან კარგად გათამაშებული. ვარდო საინძე შევიდა მეტოქის 22-ში. გრძელდება. ჩასვლა ხუციშვილს, თუმცა ვერ მოასწრო კარგად გაწმინდეს რაკი. წინვალედ გაჭრა და რა ლელო დადო ხვამლა. საბარაგველი არის შეუჩერებელი, სად გაჩნდა აქ სივრცეში შევიდა და 3 მეტოქე ისე ჩაუქროლა. თვალიც ვერ გააყოლეს, შესანიშნავი არის. არაგველი მე-7 ლელო წლევანდელ სეზონში და უკვე დუბლი დღეს წარმოუდგენელ სეზონს ატარებს ნამდვილად საბა. რასის სტრაფეზე შევიდა უბრალოდ და რასის სტრაფით გაჭრა ხაზი. ყოჩახ ნამდვილად ულამაზესი ლელო იყო ეს. აუცილებლად მოხდება ტურის სიმბოლურში ისეთი მატჩი აქვს არაგველს და ვიმედოვნებ რომ ესეთი სეზონი დაფასდება ასევე მისი უკვე ძალიან ნიჭი. მოკლედ თბილისის ხვამლს უკანა ხაზელების ძალიან კარგი სკოლა აქვს. ხო ჩვენ ხედავთ დღეს საპირისპირო გუნდში გიორგი ჯობაოს და მისი საოცარ სეზონს რომელიც შემდეგაც 7 კაცსა ნაკრებში მოხდა. ხედავთ კაკაურიძეს რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული არის უკვე მეორე სეზონია და ხედავთ საბა არაგველს რომელსაც საოცარი სეზონი აქვს და წინა სეზონში და იმის წინა სეზონში ძალიან კარგი იყო. რაც მნიშვნელოვანი არის ხვამლის აღზრდილ უკანა ხაზელებში ძალიან ბევრი სათამაშო უნარი გააჩნიათ და ფიზიკურად არიან ძალიან კარგად მომზადებულები. აქ ძალიან ახლოს იყო დაფარებასთან ლევან ხუციშვილი, თუმცა კობილაშვილის გარდასახვა ზუსტი იყო. ანგარიში კიდევ უფრო გაიზარდა. უკვე დიდი უპირატესობით გავიდა ხვამლი წინ 12 ქულიანი სხვაობა და შეიძლება საუბრობდი ხვამლის უკანა ხაზზე არაა გასაკვირი, იმიტომ რომ არ დაგვაუწყეს რომ დათუნა ნინიაშვილი ხო, როგორ გამოჩარცა ყველა. ამ გუნდს და არაფერი აღარ მეკვირს ამ გუნდისგან, იმიტომ რომ ისეთი ტალანტი აჩუქეს ქართულ აქვს, რომ ნამდვილად მხოლოდ და მხოლოდ ქებას იმსახურებს ეს გუნდი. ნახოთ როგორ დაბრუნდება გორი თამაში, უკვე სერიოზული უპირატესობა აქვს. ხვამს, საწყისი 12 წუთი ერთმნიშვნელოვნად ხვამლის არის, ფაქტობრივად მთელ მოედანზე დომინირებენ ისინი. ჩაიძემ შეიყვანა ბურთი და ვნახოთ ახლა გორი რითი უპასუხებს მეტოქეს. აქ წამოიღო დაყაიშვილმა. აი ისეთ შტაბესტილი მომრჩება, რომ თითქოს იგრძნეს, რომ 10 თამაში არის, შეუძლიათ, რომ მეორე ტაიმთან ისე დაიწყო, რომ ყველაფერი ფსიქოლოგიური უპირატესობა და ყველანაირი უპირატესობა სტუმარი გუნდისკენაა. ჩავიდა კობილაშვილი კლავ იგივე ფლანგზე. გააჭრა ხაზი და ბაიხოიძე მიიწევს არავინ ჩანს მისი შემჩერებელი. ნახოთ ახლა გაიტანს თუ არა ლელოს, ბრავო. ბაიხოიძე იყო თორნიკე ბაიხოიძე მესამე ხაზელი ასევე 6 ნომერი. რა ლელო გააქვს აქ სასწაული ლელო გაიტანეს.
ბრავო. ნუ ამას ხამლის ქვია. უპირატესობა უკვე ძალიან დიდია და ძალიან რთული იქნება გორელთა მხრიდან ამ თამაშის შემოbrunება. თუ სასწრაფოდ არ მოიმოქმედებს რამე, თუმცა ისეთ სათამაშო ტალღაზე არიან ეხლა მესამე ხაზელმა დადო 50 მეტრიანი level თან სასწაული სოლო. ბრავო. ბრავო და ბრავო. კარგი უკანა ხაზელი ვით აჩქარა იქ აი ხოიძე. ეს მარტივი გარდასახვა, ალბათ ისეთი მატჩია კობილაშვილს, რომ ძალიან უცნაური იქნება აქედან რო ვერ გაიტანოს. ეხლა ეს გარდასახვა და შესაბამისად 19 ქულიანი უპირატესობა იქნება უკვე სტუმართა სასარგებლოდ. ნამდვილად ბრავო, აი სასწაული 13-14 წუთიან მონაკვეთში უკვე ძალიან დიდი უპირატესობა აქვს ხომს და ნამდვილად არ ვიცი რა სერიოზული ცვლილებები უნდა მოხდეს გორში, რომ ეს თამაში შემოტრიალდეს. 10-29 ორი გარდასახულელო არც კი ყოფნის გორის გორს რო დაეწიონ ანგარიში, თუმცა ნუ ვიჩქარებ დიდათში ბევრჯერ გვინახავს უფრო დიდი ანგარიშები. საკმაოდ დიდია სათამაშო. დრო არის კი. ნახევარ საათზე ნაკლები, მაგრამ საკმარისი იმისთვის, რომ შემოbrunდეს ეს თამაში, უბრალოდ ასე გაგრძელება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, უნდა შეიცვალოს გორელთა მხრიდან ბევრი რამ. კვლავ ხომლია ბურთით. ციკლაურმა გამოიტანა ბურთი და მშვენიერი კონტაქტი იყო. ნახოთ, ამზადებს სტარტმას. კარგი მატჩი აქვს ციკლაურს. კი, კარგად მართავს გუნდის შეტევებს. აქ დაინახა სივრცე და გაჭრა ხაზი, კარგი იყო ნიკა ბიწაძე, გუნდის კაპიტანი. დავიდა ბურთი მარჯვნივ, შეიცვალა 9 ნომერი აქ როგორც ხედავთ გორის გორის შემადგენლობაში. სევერიან ყურაშვილი არის შემოსული 21 ნომრით ნაცვლად ლევან ხუციშვილისა. ის არის სწორედ ბურთით ახლა. იყო აქ თითქოს რიცხობრივი უპირატესობა. ფეხით ითამაშეს გორელებმა თითქოს კარგად აუხტა. აქ ლეგიონერი. ბრავო. ბრავო, ნამდვილად სერიოზულად აპიმელეკი ნამბოლენგა ჩვენიერი წნეხი დაადო, ხო? ჩვენიერი და საკმაოდ რეალური შანსი გორს რომ სწრაფი ლელოთი უპასუხონ მეტოქის. ხო, 5 მეტრიანში დერეფანი არის ყველაზე მაღალი შანსი რაც შეიძლება რომ მიიღო თანამედროვე რაგბიში, ვნახოთ. პირველ ტაიმში იყო პატარ-პატარა შეცდომები დერეფანშიც, მაგრამ აქ შეცდომის დაშვების უფლება გორს არ აქვს თუ რაიმეზე წარმატებაზე ფიქრობს დღევანდელ მატჩში. ძალიან კარგი შესატევი პასტარ მაქვს 5 მეტრიანი დერეფანი. კარგი შანსი მოკლედ რომ მალევე უპასუხოს გორმა ხვამლის აი იმ სასწაულ დაწყებას მეორე ტაიმში. ნახოთ თამაში დარჩენა უნდათ ეს კრიტიკული. აუცილებელია კი, ეს კრიტიკულად აუცილებელია რომ ეს შეტევა მინიმუმ ქულით და 3 ქულით დაასრულონ და მაქსიმუმი რაც იქნება, აი ნახავთ დერეფანი რო ჩამოწვდება მაშინ. ნახოთ კიდე ერთი ცვლილება მამუკა ნინიძე შემოვიდა 23 ნომრით, ვის ადგილს დაიკავებს, შევხედავთ უკვე ოქმში, მოწოდა ბურთი დერეფანში, მოიგეს. მოლი შეკრეს გორელებმა. შვენივრად მიიწევს წირთული იქნება გაჩერება, თუმცა შეჩერდა. არის ჯარიმის უპირატესობა, ოღონდ ეს მნიშვნელოვანია. შეიძლება გაფრთხილებაც ვეხილოთ. ნახოთ. ხო, 7 ნომერი და გვერდიდან შესუსვის, აი შემდეგი უკვე აუცილებლად იქნება სანქცია, თუ განმეორებით ჩქარობენ გორელები, კვლავ დერეფანში დაარტყავენ აბურს და კვლავ 5 მეტრიანი დერეფანი გორს. აუცილებელია გორელებისთვის კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ეს შეტევა დაასრულონ ქულებით და წარმატებით, რომ ერე იფიქრონ თამაშის შემოტრიალებაზე. ჩაწოდ კი ბატონო, მოიგეს კვლავ მოლი, ნახოთ ამჯერად მაინც თუ შეძლებენ დამიწებას მასპინძელი გუნდის ორაგბეები. გაჭედილია ბურთი. ნახოთ. კარგად იცავს თავს ხვამლი არაფერი. ბურთი გაუჭედეს. კი. გაუჭედეს კი და ბრავო. მიიღო ბურთი ხვამმა. აი ეს ფსიქოლოგიურად კიდე უფრო მძიმე იქნება გორის ერთ-ერთი მთავარი იარაღი არის მოვლიც ლევანდელ სეზონში და მარტივად შეაჩერეს აქ ხვამლელებმა განმეორებითიც და გორელების. აშკარად სერიოზული სხვაობაა. ფსიქოლოგიური უპირატესობა აქვს სერიოზული სტუმართა გუნდს. ამ დერეფანშიც ნაცვლად გამოჩნდა. აი ყველაფერი სწრაფად შემოაგდეს გორელებმა ბურთი თამაში. ბიცაძე წამოვიდა ბურთი მარცხნივ ჩხაიძე. ჩავიდა ბურთი
ამპიმელეკიმდე რამდენიმე მეტოქე მოიშორა პირველი მეტოქი კი მარჯვნივ გრძელდება გორელთა შეტევა უნდა აყვეს ამ კი ბატონო ყინვალე ბოჭვა ყოჩა კარგი ბოჭვა დაკარგა ბურთი აქ ხომლის უკანა ხაზელმა და ჭკვიანურად თამაშობს შემდეგ უკვე ყიფშიძე ზედიზედ მეორე ეპიზოდია როცა ხომლის უკანა ხაზი არ არის ყურადღებით და იმ ჩახურვას და წნეხს ვერ პასუხობს კარგად რომელსაც გორიან ხორციელებს აქ განახლდება ჩათვლის მოედნიდან არეკნით ძალიან კარგად დაწნეხა აქ ნინიძემ შვენიერი კონტაქტიც იყო და შედეგი გამოიღო ფაქტია განაახლეს თუმარი გუნდის მარაგბერმა თამაში იდევ ერთი შეტევა გორს ნახოთ ძალიან ჭირდებათ მათ სტრაფიკულები არა არ იყო ეს ნამდვილად კარგი თამაში და კარგი გადაკიდება კი და ძლიერი დარტყმით გამოდიან ხოლმე პირდაპირ დერეფან პირდაპირ კი და საიდანაც დაარტყა მორაგბემ იქიდან განაახლებს გორი თამაში ხო აი საინტერესოა აზრთა სხვადასხვაობა არის ზეუდეს სწრაფად შემოაგდეს როგორც ეს ამის უფლება აქვთ გორელებს თავარია იმის წინ არ იყოს საიდანაც დერეფანი უნდა მოწოდდეს ასე რომ გრძელდება თამაში ცოტა იჩქარეს და ხო არ დაელოდნენ ზუსტ გადაწყვეტილება მიიღეს უფრო კარგი შესატევი მიექნებოდათ იმ ადგილიდან მაგრამ ნახოთ ჯობავა ორი მეტოქე მისი ნაყდეგ ინარჩუნებს ვურთს გამოაქვს ყურაშულს ზურგს უკან ჩხაიძე ამპიმელეკი აქტიური არის თუმცა ჯერჯერობით ვერ გარდასახავს ის ამას ქულებში ორაგველიძეც ირჯებოდა თბილისის ხომის შემადგენლობაში ისე ისტორიულად ასე რომ ვთქვათ იმდენი წელი აქვს უკვე ნათამაშები დიდათში გორთან ასოცირდება რა თქმა უნდა მიხეილ ორაგველიძე იმატა რას დრო გადის მე უფრო იმატებს შეცდომები ნივადეკით მე-60 წუთსაც დასკვნითი 20 წუთი დღევანდელი მატჩის აი ვის ექნება მეტი ფიზიკური გამძლეობა ესეც მნიშვნელოვანი იქნება თუმცა შესატევი მხოლოდ გორს აქვს კი ბატონო შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს რომ 6 ტური ამ მატჩით არ სრულდება ამ მატჩის დასრულებისთანავე მალევე 6 საათზე ყაზბეგი ლელო იქნება და რომელიც დახურავს მე-6 ტურის მე-6 ტურს და რა თქმა უნდა ამ მატჩს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. კი, ავჭალის არაგბო მოედნიდან. საინტერესო მატჩი გველის იქაც. ამასობაში კი დერეფნისკენ მიემართება ლუკა გელაშვილი, როგორც გვიჩვენებენ. გიორგი ვარდოსანიძე ბურთით. ოჩახ ვარდოსანიძეს შეუსრულდა ხამლი ვერ იყო მოწოდების სიმაღლეს დერეფანში გორელებს დარჩა ბურთი სერგი ჩხაიძე მიწევს წინ აქ ნინიძე გადაყრა კი ბატონო ისევ სერგი ჩხაიძე გამოვიდა შერკინების მორაგბეები უტევენ კი ნინიძე არის ნომრო მაისურით და ინალიშვილი არის 23 ნომრიანი მაისურით ბოდიშით ოკში იყო შეცდომა ინალიშვილიც ასევე თბილისის ხომლის შემადგენლობაში ითამაშა გიორგი ჯობავამ ბრავოს უამაზესი ლელო ოჩახ ყოფილი კლუბის წინააღმდეგ დუბლი შეასრულა გიორგი ჯობავამ იგი ჯობავა არის დღეს თავარი მოწინააღმდეგე მოედანზე თბილისის ხომლისთვის საოცარი ლელო გაიტანა საოცარი უნარები გამოავლინა აქ უკანა ხაზელმა ცოტა ხნის წინ აღნიშნეთ კიდეც რაოდენ გამოარჩევს გავსი ქმედებები ჯობავას რა კარგად შეიგდო ფეხით ოჩახ გიორგი ჯობავას ყოველი მატჩიდან მატჩამდე ამტკიცებს ეს ბიჭი თუ რატომ არის საქართველოს 7 კაცა ნაკრებში ერთ-ერთი ლიდერი. ოჩახ გიორგი ჯობავას ნამდვილად ულამაზესი ლეულ დადო და ქეიბათა ქეიბა მხოლოდ და მხოლოდ. ნახოთ ახლა ძალიან გამოცდილი დამტყმელის ნინიძის გარდასახვა, რომელიც ძალიანაც სჭირდება გორის გორს. მორბენი არა მოიწრა ბოლოს მოიწრა
კვლავ 14 ქულიანი უპირატესობით იგებენ სტუმრები გორში. ესე იგი ორი გარდასახულელო როგორც მინიმუმ ჭირდებათ რომ დაეწიონ ანგარიში. რო გაათანაბრონ ანგარიში. იგი სამი შეტევა წარმატებული მინიმუმ ჭირდებათ რომ წინაც გავიდნენ გორელებს. ხო ხამლი გაჩერდა ხო საწყისი ძალიან კარგია 10-12 წუთის შემდეგი 10 წუთი უკვე გორელების იყო ნახოთ ახლა როგორ გაგრძელდება მატჩი. შვენიერი მეორე ტაიმია რას კი, გაცილებით უკეთესი სანახაობრივად ვიდრე პირველი. ამდულად. განაახლეს ხომლის მორაგბეებმა. თამაში საინტერესოა იგრძნობს თუ არა გორი ამ გატანილი ლეუთი იმ უხდს და დაიჯერებს თუ არა თავის რომ შეუძლია დღევანდელი თამაშის გადარჩენა და მოგება თუნდაც. ინალიშვილმა მიიღო პირველი დარტყმული ამასობაში, გადავიდა ბურთი რაკში და ყურაშვილი გამოდის მოეჭრა ბოქს-კიკით, კი. იქვე გადავიდა ბურთი და ხომლის მორაგბეები შეუტევენ ახლა. შეიცვალა ამასობაში გიორგი ვარდოსაინძე და პრინციპში მთლიანი პირველი ხაზი ხომლისა და ეს ბურთი მოაწოდა საბა კურატიშვილმა, მოაწოდა არაზუსტად. და ბურთი გადაეცემა გორელებს. გორელი მორაგბეები შერკინებით განაახლებენ თამაშს. ხო, ჯერ დიდი დროა. არაფერი არ არის აქ დასრულებული, თან 14 ქულა სხვაობა. რთული საწყისი მეორე ტაიმის შემდეგ შვენივრად მაინც შეეძლო და მოახერხა გიორგი ჯობაომ ლეოს დადება, ულამაზესი ლეო დადო, რომელიც აუცილებლად ამოიჭრება და დაიდება ცალკეც, იმიტომ რომ საოცრად ითამაშა ხომლის ყოფილმა უკანა ხაზებმა. და ამ ლეოთი დუბლი შეუსრულა მის ყოფილ გუნდს. ნახოთ აბა შეცვლილი პირველი ხაზი რა ასიზავს? კი, ჯარიმა გორელები ჯარიმის უპირატესობა გორს. სავარაუდოდ ახლა ვიხილავ დერეფანში გადატანას და შემდეგ ისევ შეეცდებიან სხვაობის შემცირებას გორელი მორაგბეები. სერგი ჩაიძე ბურთით. ნახოთ მეტოქის ნახევარზე გორელები. და მოიგო წივწივაძემ ბურთი და გადავიდნენ შეტევაზეც გორელები. ყურაშვილი მიდის აქთან მარცხნივ კვლავ წივწივაძე კარგად ახლა თაყაიშვილი ძალიან დაახევინა მეტოქის უკან, თუმცა ინარჩუნებს ბურთს გორი. ნინიძემ გადაწყვიტა რომ მოშიშვლებულ წერტილში დაერტყა, არაგველი არის ადგილზე, ვნახოთ წამოიღებს თუ ფეხით ითამაშებს. არაგველი ფეხით გადაწყვიტა თამაში. საკმაოდ სიღრმეშიც თავად ვეხურავს. კარგად დასაყვა კი. კარგად ამოწია ხაზი, ხოლმე თუმცა გაიჭრა და ვნახოთ მიიწევს წინ ბიცაძე. ინალიშვილი ბოჭავს. ძალიან კარგად გაწრა იქ ბიცაძემ ხაზი. ისევ ფეხით გადაკიდება, კვლავ არაფერი არ მოვა. ავალზე დაიჭერენ ახლა ხომლელები. ინალიშვილი ის გადავა ბურთით, არა, ვინც დაიჭირა ავალზე კი ბატონო, ის წესი არის, მას მოუწევს ახლა. ძლიერი დარტყმით გამოსვლა. გადავიდა ბურთი კიდეზე, გორელები იქნებიან კვლავ მეტოქის ნახევარზე. გაიჭიმა აქ დარტყმის დევს ფეხი როგორ ჩანს. გაჩერებულია თამაში. გორელებმა სწრაფად წადეს თამაში, ბურთი შემოტანა, თუმცა თამაში გაჩერდა. ხომლის ერთ-ერთ მორაგბეს გაეჭიმა ფეხი და სავარაუდოდ მაქსიმუმ 1-2 წუთი თამაში შეჩერებული იქნება, შემდეგ განახდება.
არაფერი სერიოზული წესით არ არის, მცირე დაჭიმულობა უნდა იყოს. კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენ გულსმატკივრებს, რომ გუშინ საოცარი მატჩი ჰქონდა ბექა გორგაძეს ტულუზას წინააღმდეგ, მართალია ლეო ვერ დადო, თუმცა მთელი ფრანგული სარაგბო პრესა აჭრერებულია იმით, რომ მას ჰქონდა საოცარი თამაში და ერთ-ერთი ლომიწული შეიტანა საკუთარი გუნდის გამარჯვებაში. ხოლო რაც შეეხება პროდეორს, თედო აბჟანდაძემ, გიორგი ჯავახიამ და მამუკამ სტოიანმა შეძლეს და საკუთარ გუნდებში თავი ლეოთი გამოიჩინეს და თედომ დაიწყო ორი აი იმ თამაში, სადაც მარცხდებოდნენ დიდი სხვაობით, მან დადო ლეო და მისი ლეოთი დაიწყო ორი აკმა იმ თამაშს შემოbrunება, რომელიც საბოლოოდ გაიმარჯვეს. იმ თამაშში ყველაზე მეტი ქულა სწორედ თედო აბჟანდაძის ჰქონდა, 3 ქულა ჰქონდა დაჩი პაპუნაშვილს და მშვენიერი ტანდემი შედგა დაჩი პაპუნაშვილისა და თედო აბჟანდაძის სახით 2-ში. აქ კი განახდება თამაში, გორელებმა აუტი მოაწოდეს. არ იყო ასკარად მზად ეს დერეფანი მოსაწოდებულად არ იყვნენ გამაგებულები ორივე გუნდის მორაგბეები. დრო რა უცებ გავიდა ლაზარე. მშვენიერი მეორე ტაიმია კი, ბევრი ქულა ვიხილეთ, ბევრი ლეულო ვიხილეთ ამ ტაიმში. ვნახოთ რამდენად შესწევს გორს ძალა იმისა, რომ თამაში დაბრუნდნენ და ამ თამაშის შემოტრიალება მოახერხონ. დრო არის 12 წუთი, 14 ქულიანი სხვაობა თბილისელთა უპირატესობით. წინვალე შეტევა არის აქ. ისევ გიორგი ჯობავა და არა. აქ დაუვარდა ბურთი წინ კი, სამწუხაროდ მას გაუვარდა ბურთი წინ და შერკინება ექნება ხვამს. ძალიან კარგი შეტევა იყო, აი ხა ამ ლეოთი ეს რო გასულიყო უკვე დაბრუნდებოდნენ ნამდვილად თამაში, თუმცა ჯერ ყველაფერი წინ არის, დრო არის, მაგრამ დასანანი შეცდომა იყო გიორგი ჯობავას მხრიდან, რომელიც ნამდვილად დღეს საუკეთესო არის მასპინძელი გუნდის შემადგენლობაში. 2 ლეო დადო მან. ისიც აღნიშნეთ, რომ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ. კი. კიდევ ერთი ცვლილება აქ შემადგენლობაში. კობა ტატულაშვილი შემოვიდა მოედანზე. ვის ნაცვლად ჯერჯერობით ვერ გეტყვით, მაგრამ გეტყვით აუცილებლად. ფრიდონ ციკლაური შეცვალა შემოსული 9 ნომერი შეაგორებს ახლა ბურთს. შერკინებაში 71 წუთით დაიწყო ამასობაში მატჩისა და ამჯერად უკვე გორი, კი. როგორ შეიცვალა პირველ ტაიმში ხვამლი აჯარიმებდა გორის შერკინებაში მეტოქეს. ეხლა პირიქით მოხდა, უკვე მეორედ დააჯარიმა გორმა ხვამლი შერკინებაში. ხვამლი. ოჩხ. კი. მამუკა ნინიძე ხედავთ ცდილობს ახლა ბურთი გადაიტანოს, რაც შეიძლება ახლოს მეტოქის ჩათვლის მოედანთან. რამდენად გამოუვა. საკმაოდ კარგი დარტყმა დაახლოებით 7-8 მეტრი ახლა გასავლელი მეტოქის ჩათვლის მოედნამდე გორს. ეს დერეფანიც რო ჩაწუდება, უკვე შევდივართ ბოლო 10 წუთში. უმნიშვნელოვანესია გორისთვის ახლა ეს შეტევა, რომ წარმატებით დასრულდეს, იმიტომ რომ 10 წუთი ექნება შემდეგ იმისათვის, რომ თამაში გადაარჩინონ. ზედიზეთ 2 მოგების შემდეგ მარცხდებიან გორელები. ზედიზეთ 2 მარცხის შემდეგ კი იგებენ თბილისელები. ტარიელ ბერუაშვილი ბურთით, ასევე შეცვალზე შემოსული 2 ნომერი. თუ არა, კლაუდ დიმიტრი ხურცილავა არის ვიცანით. მოიგეს ეს დერეფანი, მოლი ვნახოთ. ჩაიხსნა იქ ბურთი როგორც დავინახეთ და ძალიან ახლოს იყვნენ. მაინც დაიცვეს თბილისელებმა თავი. გიორგი ჯობოაი. გიორგი ჯობოს, არა ხო? გალდავამ და ჯობავამ ვერ გაუგეს პრინციპში ერთმანეთს, ძალიან ახლოს იყო ეხლა გორის გორი მეტოქის დალელოვებასთან. იქ ეგონათ რომ გაათამაშა ბურთი. კარგი შანსი გაუშვა გორმა ხელიდან. კი. კარგად ითამაშეს, შერკინებაში დააჯარიმეს, დერეფანში გადაიტანეს, მოლის დააყენეს, თუმცა სამწუხაროდ
ვერ გაუგეს ერთმანეთს გიორგი ჯობაუმ და მისმა თანაგუნდელმა და ეს შეტევა დასრულდა წარუმატებლად მათთვის. კი, აქ კარგად გაათამაშეს ბურთი დერეფანში და ძლიერი დარტყმით გამოდის უკვე ფრიდონ ციკლაური. გადააქვს კიდეც ბურთი კიდეზე. ხურცილავა კვლავ ბურთით ამჯერად 22-დან შეუტევენ გორელები. კვლავ დერეფნით მიიღო კომბინაციაც და აკდების წერტილიც ცილავამ. მარტივად მოიგეს ბურთი დერეფანში კვლავ მოლი გორის მხრიდან ამჯერად აქვთ წინსვლა. შევიდნენ 22 მეტრიანში. აქ 9 ნომერს ხელს უშლიან ხომლის მორაგბეები. გაიჭედა ბურთი თამაშის წესების დაცვით კი. გადავიდნენ და გაჭრეს გორის მოლი, რთული იქნება აქედან ბურთის გამოტანა. გაიჭედა კი და გადაეცა ბურთი ხვამს. კი, აი ყველა ისეთ გადამწყვეტ მომენტში პრინციპში ხვამლა მოახერხა იდეალურად თავის დაცვა მოლში. არა, რაღაცა მონაკვეთი 5 წუთიან 6 წუთიან მონაკვეთი ფსიქოლოგიურად უპირატესობა ქონდა გორს, თუმცა მეორე ტაიმის სტარტზე სტაბილურა კი. ხო, მეორე ტაიმის სტარტზე ხვამლის სწრაფი ქულების აკრეფა. როგორ ჩანს ჯერჯერობით თავარი საიდუმლო არის წარმატების ამ გუნდის და ვნახოთ უკაცრავად რა იქნება 7 წუთზე ოდნავ მეტი თამაშის დასრულებამდე 14 ქულიანი სხვაობა გორელები კვლავ უტევენ დასანანი 2-3 ეპიზოდი მაინც ჰქონდათ მათ იმის გამო რომ ვერ გამოიყენეს ძალიან კარგი 2 შეტევა 5 მეტრიანი დერეფნებიდან მასპინძლებმა აქაც დაკარგეს თავისი დერეფანი ფრიდონ ციკლაური დაკარგეს ბურთი თავის მხრივ ხამლელებმაც რაკში არის აქ რიცხობრივი უპირატესობა ჩავიდა ბურთი ინალიშვილამდე თუმცა შეავს ეს სივრცეები ხამლელებმა მოვიდა რა კარგი დაცვა იყო ოჩახ ჩვენივრად ათამაშებენ აგორელები აი ესეთ მეტი იყო უკვე მესმის ჩანაფიქრი თუმცა არ გამოუვიდა განხორციელება ირაკლი პურჭამიაში და ჯარიმა ყოჩა გორს კვლავ გორელები ბურთით გიორგი ჯობავა მოიპა ბურთი არ ჩანს სწრაფად გაათამაშა ჯარიმის უპირატესობაც კი ეს ის არ დაცვისთვის გრძელდება გორის შეტევა წავიდა ბურთი მესამე ზონაში ჩხაიძემ აჩქარა გადაცემა კიდის სიახლოვეს ბიცაძე ოფლოუდი ინალიშვილი კარგად გამოტოვა იქ კაცი სერგი ჩხაიძემ პასის მომენტში ნინიძე მივიდა დაცვის ხასანახლოს ათამაშებს მორკინალებს თუმცა არ გამოვიდა წინ გადაუვარდა დაბრუნდება ჯარიმის უპირატესობა და პირველი გაფრთხილება იქნება მატჩში კი ბატონო 10 წუთი დაემშვიდობა ანუ თამაში ვეღარ დაბრუნდება ხვამლის ეს კონკრეტული მორაგბე კი და ჯარიმის უპირატესობა დაუბრუნდა გორს თამაშის ბოლომდე 14 კაცით მოუწევთ სტუმრებს თავის დაცვა და თამაშის გაგრძელება. რა თქმა უნდა დერეფანში გადაიტანს ბურთს. კი, გორი. რომ შეძლონ კიდევ უფრო მიახლოვება მეტოქესთან და ქულების მოპოვება დღევანდელ მატჩში. ხო, შეიძლება აღარც არის დრო დარჩენილი, თუმცა მოსწრებადი არის ჩოულებრივ, თქვათ ორი გარდასახულილეო. ქულა მაინც წაიღონ. და ჩაეწევს. ქულან ორი ქულა, ფრეზე თამაში შეუძლიათ გორელებს ნახოთ. ამისათვის კი უმნიშვნელოვანესია, რომ ეს შანსი მაინც გამოიყენონ. ბოლო 100 წუთში 2 დერეფანი ჰქონდათ, რომლიდანაც სარგებელი ვერ მიიღეს გორელებმა. კვლავ მოლი აქვს. აუტი მოგებულია, მოლი დააყენეს მასპინძლებმა.
მიაწვნენ კარგადაც მიაწვნენ და იქნება ეს ლელო კი ბატონო. გაიტანეს გორელებმა ლელო 20-29. აი, აქ ექნება უდიდესი მნიშვნელობა ეხლა გარდასახვის შემთხვევაში შეინარჩუნებენ შანსს, რომ თუნდაც ფრეზე გაიწიონ გორელებმა. უნდა იჩქარონ ეხლა ძალიან. კი. აუცილებლად. იმისათვის რომ კიდევ კონდეთ მათ შანსი დღევანდელ მატჩში თამაშის გადარჩენის. სერგი ჩაიძე შეასრულებს გარდასახვას. კარგად გამოიყურება დღეს სერგი, მშვენივრად ურტყავს, თუ არ ჩავთვლით იმ ერთ გაფუჭებულ და ჯარიმას, რომ თუმცა ურთულეს ჯარიმას და მანდაც რაღაცა წნეხის ქვეშ ურტყავდა მაგ ჯარიმას, იმიტომ რომ რაღაცა ვერ გაარკვიეს ამ საშთან თუ მოწინააღმდეგე მორაგბეებთან, ვერ გეტყვი ზუსტად მაგას, მაგრამ წესით გაიტანს ამ გარდასახვას სერგი, იმიტომ რომ თან ცაცია, თან კარგი დასარტყმელია, თან არც თუ ისე შორია, არც კუთხე არ არის დიდად, ნახოთ. და გაუწევს და რა მნიშვნელოვან მომენტში ვერ იტანს ამ გარდასახვას სერგი ჩხაიძე. აი ეს უკვე ფაქტობრივად ნიშნავს იმას, ჩავხედოთ ოქში დარჩენილი დროის რაოდენობასაც, ოქში 78 წუთია პრინციპში ერთნაირად არის სატელევიზიო დროც და ოქმის დროც. იმას ნიშნავს, რომ ხვამამ მოიგო დიდი ალბათობით ეს მატჩი. თუმცა თუ რამე სასწაული არ მოხდა, ხო? აქ მნიშვნელოვანია ის, რომ გორმა აიღოს ქულები. სანუგეშო ქულა. კი ბატონო, შეიყვანა თამაში ბურთი ხვამლის 15-მა ნომერმა და დღევანდელი მატჩის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ. ის და არაგველი იქნებიან ალბათ ორი მთავარი კანდიდატი დღეს საუკეთესო. წინვალე თამაში აქ დღეს. გორელები მოდიან სწრაფ შეტევაზე, უპირატესობაც აქვთ. კარგ ტემზეც იყვნენ, წივწივაძე შებუჭეს. არა, აქაც წინ დაუვარდათ გორელებს და ხვამლი მიდის ახლა იქ შეტევაზე. წინვალეთ ამოწია ხაზი კი ბატონო. ბატა გალდავა. ამოცილმა მესამე ხაზელმა გრძელდება კვლავ ხვამლელთა შეტევა. ბელაშვილი ჩავიდა ბურთი კაკაურიძე შემბორბენაზე წავიდა კაკაურიძე, თუმცა ბევრი მორაგბე დახვდა მას და დერეფანი ექნება ახლა გორს, სწრაფად ვერ შემოაგდებენ, ბევრი ადამიანი შეეხო იქ ბურთს. და ასკუნ წუთებზეც მივედით. გორი გარისკავს, რა თქმა უნდა, ეხლა და წავა მთელი ძალებით. არ იყო თლად კარგი დერეფანი ეს და წინ თამაშის უპირატესობა აქვს ხვამს. ეგრეო თქვათ, რომ ყველაფერი დასრულდა პრინციპში. ნახოთ ოღონდ როგორ ხვამლის მხრივ თაყაიშვილი მიდის და ვერ აჩერებენ, შევიდა 5 მეტრიანში. შერკინების მოთამაშეები სასწაულად დარბიან დღევანდელ თამაში ხვამლის მოთა და ლელო, ხო? თუ გაჭედის ბურთი გორელებმა და აქეთ მოდიან ეხლა კონჩეტევაძე მიდის აპიმელეკი ვერ აჩერებს. რა გაიქცა დახმარება ჭირდება სერგი ჩხაიძემ ბურთი გადააგდო წინ ვერ მიასწრებს ამ ბურთს გიორგი ჯობავა და უკვე შეგვიძლია ვთქვათ რომ ყველაფერი დასრულდა ამ მატჩში. ხვამმა მოიპოვა მესამე გამარჯვება დიდი 10-ის მიმდინარე გათამაშებაში. პირველად მათ არმია დაამარცხეს, მეორე ტურში, მესამე ტურში ხარებს აჯობებს. შემდეგ ორი მარცხი ჰქონდათ და აგერ მესამე თამაში მოიგეს. თქვათ ისიც რომ ამ გამარჯვებით მეოთხე ადგილზე გადაინაცვლებენ 16 ქულით მიუახლოვდებიან პირველ სამეულსაც 22 ქულით არის იქ არის გამაგრებული მესამე ადგილზე 16 ექნება თბილისის ხვამს. და გადაასწრებენ წიქარას მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლებს წიქარს. ნიშნავენია შემდეგ ტურში ხვამლს აზბეკთან აქვს სათამაშო, შედარებით უფრო მარტივი მატჩი მოჩანს მათთვის. ნუ პირველი 5 ტურიდან გამომდინარე კი, ნამდვილად თავის ხრივ წიქარა იქ ლელოს დაუხდება. საინტერესო იქნება. აქვე შეგახსენებთ რომ 20 წუთში დიდი 10-ის მე-6 ტურის დასკვნითი მატჩი შედგება, სადაც ყაზბეგი დაუპირისპირდება ლელოს. რა თქმა უნდა, ამ თამაშს ტრანსლაცია გვექნება ჩვენს და ვინც ამ თამაშს უყურებთ, გირჩევთ რომ არ გადართოთ
ამ თამაშის დასრულების შემდეგ. აქ როგორც ჩანს გორს დარჩება ბოლო შეტევა და ბოლო შეტევა არის გორელები. აი ნახოთ ეს გეშოკულაზე წავლენ თუ არა ინალიშვილის ნახტომის საინტერესო ვინ იყო იქ ახლოს იყო გაფრინდა იქ ინალიშვილი თუმცა მე მგონი ვერ დაამიწა ხო ვერა როგორც ჩანს ვერა იქ გადაიყვანა არაგველმა კარგი ქმედებით ეხლა დრო პრინციპში ამოწურულია ოქმში და არც ბევრია ჩვენს ეკრანებზე სულ რაღაც 4 წამია მოედანში იქნება ეს ბურთი და შემდეგ გორელები ვნახოთ კიდევ ერთი შანსი გორს ნამდვილად ბოლო შეტევა ეს წივაძე წამოვიდა გორი იმისათვის რომ მოიპოვონ ქულა შვენიერი უპირატესობა იყო ეს მოიგო ერთი 10-15 მეტრი ნინიძე დაცვის ხასთან ახლოს მივიდა კარგი ჩარბენი კარგად თამაშობს ახლა. არა, ჯარიმა. კარში ძალიან მარტივი არის. ეხლა უმარტივესი ჯარიმა ექნებათ. ეს ჯარიმა უნდა გაიტანონ, იქნება 6 ქულიანი სხვაობა თამაშს თუ გაიტანს ტაბლოზე დაფიქსირდება საბოლოო ანგარიში 23-29. შევიდნენ 7 ქულაში, რაც უნდათ ის გააკეთეს ბოლო წუთებში. ამისთვისაც აუცილებლად უნდა შევაქოთ, არ გამოითიშნე მატჩი. კი, ნამდვილად ბოლომდე იბრძოლეს. და როგორი მნიშვნელოვანი ქულა არის, ეხლა გეტყვით, მე-7 ადგილზე არის გორი მოცემულ მომენტში, უკეთესი ბურთების სხვაობა აქვს და 11 ქულა გაუხდება მასაც რუსთავის ხარების მსგავსად და გაიყოფენ ისინი მე-6-ე, მე-7 ადგილს, ასე რომ აი განსაკუთრებით დიდაც ახასიათებს ეს ცხრილი შუა წელში თითოეულ ქულას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აბა სერგის დარტყმა გაიტანა კი ბატონო. დასრულდა მატჩი 23-29 გაიმარჯვა თბილისურმა გუნდმა გორმა 2 გამარჯვების შემდეგ დათმო მატჩი საკუთარ კედლებში და ხვამმა კი 2 დამარცხების შემდეგ მოიპოვა მესამე გამარჯვება დიდი 10-ის მიმდინარე გათამაშებაში. მიულოცოთ თბილისის ხომს ეს გამარჯვება გორსაც გაუგზავნო ჩვენი სიმპათიები მატჩის ბოლომდე დარჩენისთვის და სანუგეშოკულისთვის ჩვენ კი დაგემშვიდობებით დღეს თქვენთვის მატჩ უძღვებოდით მე ლაზარე ქარჩხაძე ჩვენი დებიუტანტი ლევან ყუფარაძე და მიულოცოთ ლევანსაც თავისი დებიუტი ჩვენს არხზე და მე მოგიწოდებთ რომ დარჩეთ ჩვენთან ერთად როგორც არაერთხელ დაგიანონსეთ სულ რამდენ 13 წუთში დაიწყება სტეფანწმინდის ყაზბეგისა და თბილისის ლელოს დაპირისპირება დიდი მადლობა ნახვამდის